ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. ძალიან მარტივია აქ გზავნილი, რომელიც შეგვიძლია საზოგადოებას გაუზიაროთ. შეიძლება დაისვას კითხვა ამდენი დეტალის პირობებში რა დარჩა არასაჯარო. რეალურად განსაკუთრებული არაფერი. არავითარი არსებითი პუნქტი ამ ხელშეკრულებიდან არ არის საზოგადოებისთვის უცნობი. და მე მინდა გთხოვოთ თქვენ პარლამენტარებს, შეგიძლიათ თქვენ თეორიულად წარმოიდგინოთ რაიმე პუნქტი, რაც შეიძლება იყოს შეტანილი ამ ხელშეკრულებაში და რომელთან დაკავშირებითაც სურთ ინფორმაციის მიღება, ხო? ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება. ძალიან მარტივი. გამარჯობა შოთა. მოკლედ, აი ამდენი დეტალიც მერეო, ანუ პრაქტიკულად ის ამბობს, რომ დაღეჭა ეს ხელშეკრულება, გამოიტანა, აი წერტმძიმე არ გამოტოვა, ამდენი დეტალის მერეო. ისე ამბობს, თუ კი რამე შეკითხვები ჩნდებაო, კითხეთო, აი იმედის ეთერშიც იგივე თქვა. აი მასაც კითხეთ. კითხეთო და ესე კითხვა-პასუხის გამორიცხვის მეთოდით გავიაროთ და გავაბათილოთ თანმიმდევრულად თუ რამე საეჭვო გონიათ ამ ხელშეკრულებაშიო. ჯერ ეხა პარლამენტარებს აქვთ იქ შეკითხვის დასმის საშუალება და მოქალაქეებს არ აქვთ ეგ ერთი. ამიტომ ვერ ვიქნებით მაგაში დარწმუნებული, რომ ის 150 დეპუტატი ამოწურავს სრულიად მოსახლეობის შეკითხვებს. მაგრამ რაც მოვისმინეთ ეხა და რაც კობახიძეს დეტალური მოხსენება გონია, რამდენად არის დეტალური და რამდენად მივიღეთ ჩვენ პასუხები იმ შეკითხვებზე, რაც გვაინტერესებს. თვითონ ამ პასუხიდან ხო ჩანს რომ ტყუილია ყველაფერი. ანუ ადამიანი ამბობს, რომ ხელშეკრულება გავასაიდუმლოეთ, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული პირობები, რომლების გასაჯაროებაც არ უნდა კონტრაქტორ მხარეს, ინვესტორს. და კითხვაზე რა შეიძლება იყოს ეს პირობები, კობახიძე განმარტავს, რომ აი მაგალითად, როცა ვაჭრობაში სახელმწიფო სასარგებლოდ რაღაცა დათმო ინვესტორმა, ეს შეიძლება იყოს ისეთი დიდი დათმობები ჩვენთვის და ისეთი სასარგებლო დათმობები, რომ სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა რომ მოუწევს ამ კომპანიას, იმათვის არ უნდა ინფორმაცია საჯარო გახდეს, ჩვენ რამდენად ბევრი დაგვითმა, ანუ რამდენად მაგარი პირობები მოგცა და აი ასეთი რაღაცების შემდგომ ვაჭრობებში, ან მანამდე არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობაში რო არ გაპრობლემდეს, ასაიდუმლოებს, ანუ სხვებმაც რო არ მოთხოვონ, რომ საქართველოს ასეთი მაგარი პირობები მოგცენ. ოღონდ თან ამატებს ამ გამოსვლაში და სხვა გამოსვლაში იმედზე ქონა გამოსვლა, რომ მაგალითად, ახლა ჩვენ დაგვითმო 33%, მოგების 33% წამოვა ჩვენკენ და ეს არის თავარი, რა სარგებელიც არის, თქვათ, თავრობისთვის, სხვა მთავრობებისთვისაც რაც იქნებოდა სარგებელი, ან რაც სხვა მთავრობებს მოუნდებათ და დაუწყებენ ვაჭრობას და აი ესეთი რაღაცა ხო უნდა გაასაიდუმლოოს. ანუ ვთქვითო რაც სხვა მთავრობებს შეიძლება ვთქვათ კითხვები გაუჩნდეს ვაჭრობაში გააპრობლემონ. ეგ უკვე ვთქვითო. მეტიც კაცო ამ გამოსვლაში კობახიძე რა თქვა, იცი? ყველა მთავარი პუნქტი ვთქვითო. ანუ რატომაც კომპანიას შეიძლება გასაიდუმლოება უნდოდეს იმის კონტრაქტის, იმიტომ რომ ვაჭრობაში ანუ პირობები, ხო? ვაჭრობაში თუ პრობლემდება რაღაცა, ესე იგი პირობებზე აქვს საუბარი. გარიგების დადების, ხო? ყველაფერი ვთქვითო. ყველა მთავარი პუნქტი გავასაჯაროეთო. ანუ ჩვენი ვერბალური სიტყვით, ჩვენ სიტყვაზე ნდობით უნდა იყოს ეს თქმა, მაგრამ ვთქვით ყველაფერი და თუ რამე დაგვავიწყდა და თქვენ თვლით რომ ჩვენ რაღაცა დავაკლეთ, ეგეც ვკითხე და ყველაფერს ვიტყვითო. ანუ ლოგიკა გამოირიცხება, მაშინ გასაიდუმლოება რაღაცია საჭირო, შე თუ ყველაფერს ამბობ, გასაიდუმლოების ლოგიკა მოყურით გაცხადებული სხვას არ მოუნდება, ანუ ვიღაცა რომ მოისმინდა. ტექსტი თუ წაიკითხა, მაგ შემთხვევაში მოთხოვს, ამას რომ ეცეგეთ. ხო, ანუ მთავრობა თუ ამბობს რომ 33% მივიღე და 33% თუ არის ძალიან მაგარი პირობები, რა ვიცი, სერბეთის მთავრობა, რა ვიცი, ალბანეთის მთავრობა, მონტენეგროს მთავრობა, სხვა ქვეყნების მთავრობები რა არის ტყვიან, აგი რავი, იმის მთავრობას ხო დაუდე 33%. მე რა ესენი ხო არ ამბობენ რომ პირობითად მაგალითად 33 და ზუსტი ციფრის ანუ ყველაფერი ვთქვითო იძახის ადამიანი, გასაიდუმლოების მიზეზი არის ის, რომ კონტრაქტორ კომპანიას არ უნდა რომ ყველაფერი თქვას. ან ყველაფერი არ გითქვია, ან გასაიდუმლოების მიზეზი ყოფილა რაღაც სხვა, ხო? ან გვატყუებ, ყველაფერი არ გითქვია.
ან ნუ მაშინ არ ხსნი რეალურ მიზეზს, რაშია გასაიდუმლოების საფუძველი, ხო? და ეხლა რეალობა რა არის? იცი, რეალობა არის ის, რომ რაც არ უნდა თქვა, ეხლა ძალიან ცინიკურად ჟღერს. თუ რამე კითხვები დაგრჩათ, მკითხეთ და გაგცეთ პასუხს. არც ერთ პუნქტს არ დავმალა. დოკუმენტი გასაინდუმლოებული უნდა იყოს. იმიტომ რომ კონტრაქტორ კომპანიას არ უნდა პირობები გაასაჯაროს. თუ რამე გაინტერესებს, ვკითხე და გეტყვი. რა ეხა მართლა ხალხი დებილი ხო არ არიან რა. შენ რაღაცას რომ მეტყვი, უკვე იმდენად იაფასიან ტყუილს იძახე თვითონ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ შენ რაღაცას რომ მეტყვი, უკვე აპრიორი აღარ არის სანდო. შენ სიტყვაზე უნდა გენდო იმ ნაწილში, რომ რაღაცა აბა კითხეთ აბა და რომ გავყვეთ მთელ დანარჩენ ნაწილს გამოსვლისა, ტყუილების როგორი კასკადი იყო, იცი? გასაგებია რომ ისეთ რაღაცეებში მატყუებ, რაც აი კანონშია გადამოწმება და აი მაგალითად ტყუი ხარ, ახლა აი პირდაპირ უსინდისო ტყუილია, რომ ქონე ბინადრობის უფლებაზე მხოლოდ 6 თვიდან 1 წლამდე ითვალისწინებს ბინადრობის უფლების გაცემას. ჯერ ადრე მე მახსოვს შენ რო რა ქვია შულთან იყავი და ის ნიკოლაშვილია მგონი ის ბიჭი ხო? იქ უარყო მაგან რომ ეგ საწერია. ანუ ეგ იყო ის ეტაპი, როცა მაგას უარყოფდნენ, რომ წერია და აი გუშინ მაგალითად მოდი ესეც მოვისმინოთ, სადაც პირველად მოხდა პრაქტიკულად იმის აღიარება, რომ წერია ეგ კანონში, რომ თუ იყიდულობს 100,000 ან მეტი ღირებულების ქონებას, იღებს ბინადრობის. და გავყვეთ მან მაგას აღიარებს, თან მანიპულაციურად ყვება, ბოლომდე არ ყვება. არც იმ ნაწილს არ ყვება. ეძრევაო და ერთი წლის მერე რა ხდება იმას არ ამბობს. არც იმ ნაწილს არ ყვება, რომ უფრო დიდ თანხად უვადო ბინადრობის უფლების აღებაა შესაძლებელი. აი ნაწილსაც საერთოდ იწყებს. გავაგზავნოთ. განმარტეთ საზოგადოების წინაშე, რომ არავითარ შეღავათებს არ ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, მათ შორის ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით. მით უმეტეს არავითარი დისკრიმინაციული პუნქტები არ არის შეტანილი საქართველოს მოქალაქეების საზიანოდ, მაგალითად არ წერია აქ ვინ შეიძლება იყოს დასაქმებული, ვინ შეიძლება იყოს ყიდველი და ეს შემდეგ ეს ყველაფერი დარეგულირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი საბაზრო ურთიერთობებით, ისევე როგორც ეს ხდება ხოლმე სხვა საინვესტიციო პროექტების შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ ნებალური პრივილეგიები უცხოელ ყიდველებს არ ენიჭებათ. გარდა იმისა, რაც ზოგადად არის კანონმდებლობით გათვალისწინებული და კიდევ ერთხელ 100,000 გადახდის შემთხვევაში ერთადერთი რასაც მიიღებს ყიდველი, ეს არის მოკლევადიანი 6 თვიდან 12 თვემდე ბინადრობის ნებართვა. საქართველოში დარჩენის პრივილეგია უცხოელ ყიდველს არ იქნება. და ბოლოს განმარტეთ საზოგადოების ანუ არანაირი პრივილეგია არ იქნება, მარტო ერთწლიანს იღებს. ხო, ანუ ეგ არის აი როგორი პირდაპირ შრალი უსინდისო ტყუილი. იმიტომ რომ იმავე კანონში, სადაც წერია, რომ $100,000 ღირებულების ქონების ყიდველს შეუძლია ავტომატურად თუ მძიმე დარღვევები არ აქვს რაიმე კანონმდებლობის წინაშე და აქვს სურვილი ავტომატურად აიღოს ბინადრობის უფლება 1 წლიანი, იმავე კანონში წერია, რომ ამას შეუძლია ყოველ მომდევნო წელს თუ ქონებას ინარჩუნებს, ეს ბინადრობის უფლება გაიხანგრძლივოს 12 წლის განმავლობაში. ხოლო მას შემდეგ რაც აქ ცხოვრების ვადა გადაცდება 10 წელს, მას შეუძლია მოქალაქეობაზე შეიტანოს განაცხადი. ანუ ტყუილია პირდაპირ, რომ ქონების ყიდვის სანაცვლოდ მხოლოდ 1 წლიანი ბინადრობის უფლების საშუალებას იღებს ყიდველი, იღებს 12 წლით. თუ სურვილი აქვს, ავტომატურად უხანგრძლივდება ყოველ შემთხვევაში. უბრალოდ წელიწადში ერთხელ საბუთი უნდა მიიტანოს, რომ ეს ქონება კიდე ამას ეკუთვნის. და ამას არ ამატებს, ამას რო არ ამატებს, ხო ატყუებს ახლა მაყურებელს, არა და ასეთივე სიმართლეს თუ გეუბნება დანარჩენ შეთანხმებაზე, რომ გეუბნება, რომ შეთანხმებას არ გაჩვენებ, იმიტომ რომ გასაიდუმლოება უნდა პირობების კონტრაქტორ მხარეს უცხოელ ინვესტორს გასაიდუმლოება უნდა, ყველაფერი მკითხე და ყველაფერს გეტყვი. ანუ რა აქ აღარ ვსვენდება გასაიდუმლოება. ამან რა განცხადებაც გააკეთა, ხო აი გამორიცხვის მე მკითხეთ და კი პასუხეთ კი და არას რეჟიმში, ხო? აი ამას რო კითხო, უძრავი ქონების სანაცვლოდ რას იღებს? ეს გეტყვის, რომ 6-დან 1 წლამდე ბინადრობის ნებართვა. მეც არაფერს არა. ხო, 6-დან 1 წლამდე, ხო, გაქცა პასუხი, ოღონდ დამალა უმნიშვნელოვანესი პუნქტი მაგ კანონში, რომელიც ითვალისწინებს, რომ 1 წლის თავზე იმ ადამიანმა უბრალოდ საბუთი უნდა მიიტანოს, რომ ის $100,000 ბინა ისევ ამას ეკუთვნის და
და კიდე 1 წლით გაიხანგრძლივებს ბინადრობის უფლებას და ასე შეუძლია გაიხანგრძლივოს 12 წელი. და მეორე პუნქტიც არის ამ მეორე მუხლიც არის ამ კანონში, კიდე უფრო შემზარავი, უფრო დიდი ღირებულების ქონება, რომელიც $300,000 ღირებულების ქონების ყიდვის შემთხვევაში უცხოელს აძლევს საშუალებას უვადო ბინადრობის უფლების აღებას. ეხლა ესეც შეიძლება манипуляციურად მოყვენ ეს პუნქტი და როგორ? პირველ ჯერზე, როცა $300,000 ქონებას ყიდულობს უცხოელი, მას ეძლევა 5 წლიანი ბინადრობის უფლება, 5 წლის თავზე თუ ის კვლავ ფლობს ამ ქონებას, ანუ არ გაყიდა და მიიტანა ამისი საბუთი და გამოთქვა სურვილი, მას შეუძლია ამ $300,000 საფუძველზე უკვე 5 წლიანი ბინადრობის უფლება გადააკვალიფიციროს უვადო ბინადრობის უფლება. ანუ იცხოვროს საქართველოში სულ. ხოლო 10 წელი თუ იცხოვრობს უცხოელი, მას შეუძლია ენა ისწავლა, ისტორია ისწავლა საბაზო დონეზე და რაღაც კანონმდებლობა, მას შეუძლია განაცხადოს პრეტენზია მოქალაქეობას და თუ ჩააბარა შესაბამისი გამოცდები და თუ დებილი არ არის და მართლა აქვს სურვილი ამას შეძლებს 10 წელიწადში, მიიღოს მოქალაქეობაც. ეს არის რეალური კანონმდებლობა, რომელსაც ეფუძნება საერთოდ ეს ინვესტიცია. ამ ინვესტიციის მთელი შინაარსია, რომ ბინადრობის უფლების ინტერესით ჩამოვა აქ ხალხი. ბინადრობის უფლება არის ფაქტიურად მოქალაქეობის უფლებასთან გატოლებული მდგომარეობა, უბრალოდ ხმის უფლება არ აქვს.